მაგალითად ბატონმა მერაბმა ბრძანა, აი გარკვეული პერიოდი გაიხსენა ბატონმა რომ მეორე შეკითხვა თქვა ესეც რა თქვენ წეგან ბრძანეთ რომ და მეორე შეკითხვას დავსვავ იდეაში კონტექსტშია ესეც რა თქვენ წეგან ბრძანეთ რომ აი როგორ რა უნდა გავაკეთოთ აი მე გეტყვით მაგალითად ბატონმა მერაბმა ბრძანა აი გარკვეული პერიოდი გაიხსენა თავად პრეზიდენტის მიერ იყო ოფიციალურ ვებზე დადებული რომ 50 სახელმწიფოს მეთაურს და ლიდერს ვესაუბრე ტელეფონით. ეხლა მე შემიძლია გითხრათ თემატიკები ამ სატელეფონო საუბრის რომელიც ვებზე, ტვიტერზე და ფეისბუქის სოციალურ ქსელში და ნუ თანამედროვე დიპლომატიურ ურთიერთობებში და საერთაშორისო ურთიერთობებში სოციალური ქსელების ერთწუთი რა შეიძლება რა სოციალურ ქსელებში სახელმწიფოს მეთაურების თუ ლიდერების ოფიციალური გვერდები, ну ეს მათი ოფიციალური კომუნიკაციის ეს აღიარებულია. აი მაგალითად რაღაცა ხარდაჭერა ევროპულ გზაზე ესტონეთისა და ლიეტუვას პრეზიდენტთან, გერმანიის პრეზიდენტთან მქონდა ევროინტეგრაციის ხარდაჭერასთან დაკავშირებით საუბარი. ევროსაბჭოს პრეზიდენტი ეს ხდება 2002 წელს და 2001 წელს. და თარიღებით შემიძლია გითხრათ რა. 22-ში, კაცო, რა 12-ში. ორი თქვი ბოდის ვიხდი. ხო, 2002, 2021, 2023. ძირითადად 21-22. ევროსაბჭოს პრეზიდენტთან. არ მე ხელი მეშლება, კოლეგო, ბოდის გიხდით რა. 2022-ში ევროსაბჭოს პრეზიდენტთან ევროინტეგრაცია და უკრაინის მოვლენები, საფრანგეთის პრეზიდენტთან რუსულ აგრესიაზე, 2021-ში ასევე ნატოს გენდივანთან ღია კარის პოლიტიკა და ნატოში ინტეგრაციაზე ვესაუბრე, 2021 წლის 15 აპრილს უკრაინის პრეზიდენტს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და ნატო ევროკავშირის მონაწილეობაზე შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და ნუ აი ლუქსემბურგის ჰერცოგს ევროინტეგრაციაზე თქვათ რუმინეთის პრეზიდენტს ევროინტეგრაციაზე, მონაკოს პრინც ეკონომიკური გახსნის სტრატეგიაზე, საარჩევნო სისტემაზე პოლონეთის პრეზიდენტს, საფრანგეთის პრეზიდენტს რუსულ აგრესიაზე. ანუ ეს სატელეფონო საუბრები შედგა. სატელეფონო საუბრების თემატიკა, რაც მე არ დამსიზმრებია, პრეზიდენტის ვებგვერდზე ამოვიკითხე ეს. ოფიციალურ ვებგვერდზე, ხო? ნუ რაღაცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს ვესაუბრეო და ასე შემდგომ, ხო? ეხლა და თქვენ ბრძანებთ რომ ნუ რა თქმა უნდა ეხლა ყველაფერსი რაც საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მატარებელიაო მას ჭირდება თანხმობა. ნუ აი ეხლა ეს 2021 წელი 2 წლის წინ იყო. და ეს არ იყო დამალული ინფორმაცია. უბრალოდ მე მაინტერესებს ეს ორი რაღაცა. თქვენ ბრძანებთ წეგან რა უნდა გაგვეკეთებინა თვითონ არ მოუმართავსო. რა უნდა გაკეთებინა და თუ თვლით რომ პრეზიდენტი მის კონსტიტუციურ კომპეტენციათა არეალს სცილდება თავრობას ბერკეტები აქვს აბსტრაქტული კონტროლით მომართე კომპეტენციური დავით მიმართე საკონსტიტუციო სასამართლოს თქვათ იმ კუთხით და ანუ მე ეს მაინტერესებს რა ეს თავრობის თანხმობა რამდენად შეიძლება მივიჩნიოთ ის რა ფორმითაც ყოველთვის ხდებოდა 38-ვე შემთხვევაში თანხმობაზეც და უარზეც, მაგრამ როცა გარეთ გასვლას ეხებოდა, თქვენ ბრძანეთ რომ შიგნითაც საერთაშორისო ურთიერთობაო და ანუ იდეაში ხა ამას რა თქმა უნდა საერთაშორისო არ აქვს ალბათ ტერიტორიულ ფაქტორს მნიშვნელობა, არც კომუნიკაციის ფორმას, ხო? თქვა და ამ შემთხვევაში თავრობის თანხმობა როგორ ხდებოდა, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ მგონია და ვფიქრობ რომ პროტოკოლური განწესი სხვა არის და პროტოკოლური განწესი რამდენად არის მთავრობის ყველა წევრთან შეთანხმებული, აი ესეც იქნება გვითხრათ და რამდენად იდენტურია ის რომ პროტოკოლურ განწესში უცხო ქვეყნის წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტი შეიძლება 5 მინისტრთან მას ჰქონდეს შეხვედრა და 5 მინისტრი რომ საქმის კურსია ეს თავრობის თანხმობად რამდენად ითვლება, მე ამგვარად აღვიქვი და მეორე აი ეს სატელეფონო საგარეოაო, მაგრამ ჩვენ რა ვქნათო. 2 წელი არ მოუმართავსო პრეზიდენტსო, მაგრამ ნუ ეს ცნობილი ფაქტია და თუ ესეც თანხმობას საჭიროებს, თავრობას აქვს ბერკეტები, არაერთი ბერკეტი და ნუ იდეაში ამ ბერკეტების გამოყენება არ მომხდარა და აი ამასთან დაკავშირებით თუ შეიძლება რომ ბატონო ამ დაწმულს და ფაქტორ კითხვის
მართალია ვიღებ შენიშვნას. ძელი სიტყვა მოკლედ თითქმის. პირველი შეკითხვა, რომელიც ქვეყნის შიგნით ვიზიტებს ეხება, და აი პროცესი რო წარმოვიდგინოთ ამ შემთხვევაში, როდესაც ჩამოდის უცხო ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური. ამ დროს დგება ღონისძიებების ნუსხა. ამ ღონისძიებების ნუსხაზე მუშაობს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სადაც გაწერილია მაღალი ოფიციალური თანამდებობის პირის საქართველოში ვიზიტის პროცესი, განსახორციელებელი შეხვედრები, ამ შეხვედრის განხორციელებაში ჩართული ოფიციალური თანამდებობის პირები, ვის რა ევალება და ასე შემდეგ. ეს არის პრემიერ-მინისტრის ბრძანების პროექტი, რომელიც მოემართება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოდის და მიიღება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტი. შესაძლებელი ბრძანება, კი ბატონო. შესაძლებელია ვიდაოთ ამ შემთხვევაში იმაზე, რამდენად სწორია ბრძანების გამოცემა, იმიტომ რომ უნდა იყოს მთავრობის განკარგულება. კი ბატონო, მაგრამ ეს არის ფორმა ამ შემთხვევაში, თუმცა თავისთავად